მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV, რომელიც წარმოგიდგენთ კროკობეთ დიდი 10-ის გათამაშებას 2025-2026 წლების. შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე ტურს მიუკაკუნეთ, ეს კი მეოთხე ტურის მეოთხე თამაშია, სადაც რუსთავის ხარები საშინაო არენაზე მასპინძლობს ქუთაისის არეს. ქუთაისის არესი 3-დან 3 გამარჯვებით არის, ხოლო ხარები 3-დან 2 გამარჯვებით, ასე რომ ქუთაისელებს შეუძლიათ გააგრძელონ გამარჯვების სერია და წამოეწიონ გადაასწრონ ქუთაისის აიას, ხოლო წამოეწიონ ბათუმის ბათუმს, რაც შეეხება რუსთავის ხარებს, ისინი მეხუთე პოზიციაზე არიან და ბონუს ქულით გამარჯვების შემთხვევაში შეეძლებათ რომ გადაასწრონ ქუთაისელებს, ისე თუ ქუთაისელები ქუთაისის არესი ვერ აიღებს ნუგეშის ქულას, ასე რომ ძალიან კარგი мотиваცია აქვთ რუსთაველებს. დღეს თქვენთან ერთად ვიქნებით ირაკლი ბაღათურია და საბა ჟორჟიკაშვილი. მოგესალმებით, სწრაფად შეგვიძლია გავყვეთ შემადგენლობებს, გაგაცნობთ არესის სტუმრების 15 ეულს პირველი 2 და 3 ნომრებით ბაქარ ბურჯალიანი, ზაალსკი პურიშვილი და რეზი ბაკურაძე არიან პირველ ხაზში, მეორე ხაზის დუეტი მურთაზ ცხადაძე, 4 იაგო ხილაძე, 5, 6, 7 და 8 ნომრებით მესამე ხაზში პიტაიავი, მაი, ზურაოდიკაძე და გუნდის კაპიტანი არსენ მაჩალაძე შერკინების შემკრელად, ღერძი 9 და 10 ელგუჯა მარგოლაშვილი და სანდრო ფურცხვანიძე, 11 უკანა ხაზში დავით კვერიკაშვილი, 14 იაგო ხაბულიანი მეორე ფრთაზე, აქ მივადევნოთ თვალი ამ შეტევას და მოგვიანებით დავუბრუნდეთ უკვე შემადგენლობას, თუმცა გავიგეთ შოთა თევზაძის სასტვენი, ამიტომ შეგვიძლია მშვიდად დავასრულოთ შემადგენლობების გამოცხადება. 11 დავით კვირიკაშვილი, 14 იაგო ხაბულიანი ერთი და მეორე ფრთა, 15 ნომერი ცოტნე კვესელავა, ხოლო ცენტრებში ზურაც ნელაძე 12, 13 რანი მხალაძე, გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე გახლავთ. რაც შეეხება რუსთავის ხარებს, პირველი 2 და 3 შესაბამისად გოგა ქადარია, გელა მახარაშვილი და გიორგი ჯამბურიძე, 4 ვასილ ზღუდაძე, 5 კობა ბუჯიაშვილი, 6 გიორგი ზაზაძე, 7 ბექა გელხვიძე, ხოლო 8 ნომრად გახლავთ ლუკა კოხია, 9 დავით ხუროშვილი, მოგეხსენებათ ის სწორედ რუსთავის ხარებს შეუერთდა და საინტერესო იქნება მისი თამაში, 10 დავით მოძღვრიშვილი, 11 რატუ საინივალატი, 12 სანდრო ილურიძე, 13 სანდრო სვანიძე, 14 ლევან არიმანიძე გუნდის თავი და 15 ნომრად მაიკელი როკონდინონო იქნება გუნდის თავარი მწვრთნელი გახლავთ ირაკლი ნატრიაშვილი, როგორც ჩანს მეორე ფიჯელით ჩამოსულა რუსთავის ხარებში და რაც რა თქმა უნდა შვება იქნება მათი უკანა ხაზისთვის. რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, მთავარი მსაჯი საკმაოდ გამოცდილი რეფერი შოთა თევზაძე, კიდეებიდან ონისე მოგელაშვილი და ნინო ელოშვილი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო მსაჯი დღეს გახლავთ გელა ლემონჯავა. მივადევნოთ ახლა პიტაიავი, რომელიცაც გამორჩეული სეზონი აქვს, მინდა ვთქვა, თამაშობს როგორც მეორე ხაზ, ისე მესამე ხაზ და საკმაოდ კარგ ფორმაშია. ფიჯელი ლეგიონერი, კარგად უტევს ძალიან არესი, საკმაოდ მარტივად გადალახეს და მოიგეს დიდი მანძილი. ახლა სწრაფი რაკი მარგოლაშვილი ათამაშებდა იქვე დარტყმაზე, ფურცხვანიძე შედიოდა, თუმცა დაიკარგა ბურთი წინ თამაშის შემდეგ იქნება შერკინება. პირველი შერკინება ორი გუნდის მხრიდან ორივე საკმაოდ კარგად გამოიყურება შერკინებაში, საკმაოდ ესეთი გამოცდილი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული და ვნახოთ როგორ წავა. ხო, გიორგი ჯამბურიძე, რომელიც ტაოს ღირსებას იცავდა გასულ სეზონში, წელს რუსთავის ხარებს დაემატა, ფიზიკურად საკმაოდ დიდი მორაგბეა, რაც ნიშნავს, რომ სტატიკაში ძალიან კარგად დგას, მაგრამ მისი ვიზავით არც ბაქარ ბურჯალიანი და არც რეზი ბაკურაძე არ არიან მომცროტანის, ასე რომ ორივეს მძიმე შერკინება ყავს და ვნახოთ როგორ დადგებიან შერკინებაში. ხო, გამოარჩევს ჯამბურიძეს ის, რომ ღია თამაშიც ძალიან კარგია. პირველი ჯარიმა. პირველი შერკინება, პირველი ჯარიმა რუსთაველებმა მოიპოვეს შერკინებაში ჯარიმა და მოძღვრიშვილს შანსი ექნება იმისა, რომ გადავიდეს კიდეზე, ეს კი ირაკლი ნატრიაშვილი თავარი მწვრთნელი რუსთავის ხარების. ხარებიც საკმაოდ გაძლიერდა ამ სეზონის წინ, ექნებათ მათ პრეტენზია აუცილებლად კიდევ ერთხელ ჩემპიონობაზე. ხო, დაბალანსებული გუნდი ყავს საკმაოდ და ბოლო წლებში, რა თქმა უნდა, აქვთ უმაღლეს
მიღწევებზე პრეტენზია, თან აი დავით ხუროშვილი ალბათ უტრავო სეზონს უსურვებ. გამოცდილი სხვანაირი ტიპის მორაგბია, რომელსაც შეუძლია კარგად აათამაშოს გუნდი, ძალიან მომწონს მისი თამაში და ნახოთ რამდენად ჩაჯდება და შეერწყება რუსთავის ხარების თამაშს. პირველი დაარტყმა გააკეთდა. მოძღვრიშვილზე გავიდა სწრაფი ბურთი ცენტრში, კიდევ ერთი დაარტყმა. ფეხით შეცურება ვნახოთ. უკანა ხაზი არესის დაალაგებულია, მწყობრშია ყველაფერი. ამ შეცურებას გაუმკლავდა დავით კვერიკაშვილი. ელგუჯა მარგველაშვილი ათამაშებს მურკინალებს, იქვე დაარტყეს, კარგი იყო რეზი ბაკურაძე. და ახლა თავად ელგუჯა მარგველაშვილი გამოვა რაქიდან, მაღალი დარტყმული. როგორც მივხვდით, მიიღო მოძღვრიშვილმა ეს ბურთი. ხო, ბოდიში უნდა მოგიხადოთ აი ამ ტექნიკური ხარვეზისთვის, მოედნიდან ძალიან დაბალი სიჩქარით მოგვეწოდება ინტერნეტი და უბრალოდ მოედანზე არის ძალიან დაბალი სიჩქარით ინტერნეტი, შესაბამისად ჩვენამდე სუბთა სიხშირე ვერ მოდის. ასე რომ ჩვენს გვაქვს ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად წავიკითხოთ თამაში. შევეცდებით რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთოთ და ამ პრობლემის გამოსასწორებლად არიმანძემ დაკარგა, უკან იყო ვარდნა, ახლა მოუწევთ რაქის შენახვა ორთაბრძოლაში. მაინც რუსთავი გამოვიდა გამარჯვებული, რაქი შეინარჩუნეს, თუმცა ბოლო რაქებში უკან დახევის შემდეგ გაუჭირდათ. ხო, ზღუდაძე იყო იქ ბაქარ ბურჯალიანის გასასუფთავებლად შესული რაქში, ეს კი დავით ხუროშვილის დარტყმული, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. ჯამბურიძეზე მაღალ ბოჭვას ამოწმებენ, მხრიდან აუცურდა აქ ხელი ბოჭავს. წესდა და რიგით მეტი სანქცია ჯარიმის გარდა არ უნდა გაიცეს. ხო, შეიძლება ჯარიმაც არ გაიცეს, ნახოთ. ეს საბინვერი მას დავინახე. ხო, როგორც ჩანს ჯარიმაც კი, არ ხშირად არის ხოლმე ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხელი უცურდება ზემოთ, მაგრამ როდესაც აანალიზებს მორაგბე, რომ ხელი ზევით კისერთან წავიდა, უმალ უშვებს ხოლმე და დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო მას. ხო, სახიფათო ბოჭვა არ იყო ეს. ქადარიას ხედავდით, როკონდინონო, რომელიც წავიდა გამწვავებაზე, ისევ ხუროშვილი შეატრიალა ბურთი ზღუდაძე. თუმცა ძალიან რთული იქნება აქ. გავარკვიეთ ის, რომ ფლანგზე ჩაიტანეს ლუკა კოხიამდე ბურთი. პირატესობაც აქვთ რუსთაველებს. დაარტყა კობა ბუჯიაშვილმა. ფეხით მოკლე გადაკიდება ვნახოთ. კვერიკაშვილი იყო პირველი, შესაბამისად დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა. ხო, ჩვენ გაგაცნობთ უკვე ჩატარებული თამაშის შედეგებს, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა რთულია აღქმა იმისა, რაც ხდება მოედანზე. პარასკევს ტური დაიწყო ბათუმის თამაშით. სადაც ბათუმმა თბილისის ლელო მიიღო და მეორე ტაიმში გატეხეს თბილისელები. მეორე ტაიმის ბოლოსკენ უკვე ლელომ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ბათუმს. მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის სტარტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 23-11 გაიმარჯვეს ბათუმელებმა. ქუთაისში აიახვამლის თამაში იყო, სადაც
იქაც ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო ბოლო წუთამდე 29 მორჩა ხვამლი ძალიან კარგ ფორმაშია აია ვერ იწყებს ჩემპიონატს ისე როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა არის ამის მიზეზები ცოტათი პრობლემები შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ყავთ და მათ სჭირდებათ უფრო მეტი გამოცდილება უფრო მეტი ფიზიკა რაზეც დარწმუნებული ვარ მუშაობენ კიდევაც ქუთაისელები გუშინ კიდე ძალიან საინტერესო მატჩი გორისა და ყაზბეგის მონაწილეობით, სადაც გორმა 24-17 ბოლო წუთზე დადებული ლელოთი მოიგო თამაში და გორის ისტორიაში პირველი გამარჯვება კროკობე დიდიათის ჩემპიონატში მოიპოვეს, რაც ულოცავთ რა თქმა უნდა გორელებს მათ პირველ გამარჯვებას. ასე და ამგვარად სატურნირო ცხრილის ბოლო ორ ადგილს არმია და ყაზბეგი იკავებენ. არმიას დღეს სათამაშო აქ წიქარასთან და შანსი იქნება რომ ცოტათი გაიუმჯობესოს ფავორიტადაც ალბათ სწორედ არმია იქნება ამ შეხვედრას და ჩემ დაგასაკვირად მიუხედავად იმისა რომ მათ კარგი ტრანსფერები განახორციელეს ჩაუვარდათ მათაც სეზონის სტარტი ჯერჯერობით როგორც ჩანს გუნდი ვერ შეეწყო ვერ დაბალანსდა ჭიჭინაძე დაბრუნდა სულ ახლახანს ისიც ფორმას აკრებს და საინტერესო გუნდი უნდა გამოვიდეს არმიის სახითაც დიდიათის წლევანდელ გათამაშებაში. გასულ სეზონშიც კარგი მარკაფა ყავდა და წელსაც ყავს მაღალი დონის მორაგბეები, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ როგორც ძირითადი 15-ეული, ასევე სკამი და კიდე დამატებით მორაგბეები ყავდეს იმისა, რომ გრძელი სეზონი მაღალ დონეზე ითამაშოს, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის. გაათამაშა სწრაფად კოხიამ. სალელოე მანძილზეა მისული რუსთავის ხარები შერკინების შემდეგ დაჯარიმდა რაკში მაჩალაძემ როდესაც შეუტია საკმაოდ კარგად დგას არესიც უნდა ვთქვათ ეს ფიზიკური ორთაბრძოლები არის კონტაქტის არეში ცდილობს ხარები გადატეხოს კონტაქტში წავიდეს წინ თუმცა აი აქ როგორც ხედავთ ბურთი ამოუღეს ბურთს ვერ არ შეელია რუსთაველი რომელიც მიწაზე იყო და ჯარიმა ქუთაისის სასარგებლოდ ახლა ქუთაისელები უნდა გადავიდნენ კიდეზე ამასობაში ჩვენ კიდე შეგვიძლია პირველი ლიგის ანგარიშებიც გაგაცნოთ იცით რომ პირველმა ლიგამ სტარტი აიღო ერთი კვირის მერე რაც კროკობე დიდიათი დაიწყო გუშინ პარასკევს გაიმართა წყალტუბოს დინოზავრებისა და შავი ბასტიონების მატჩი სადაც 4 ქულით 39-35 წყალტუბოს დინოზავრებმა იმარჯვეს გუშინ იყო ჭიათურისა და ყოჩების მატჩი სადაც ძალიან ახლო ბრძოლა იყო რთული ჭიათურაში თამაში მოედნიდან გამომდინარე ცოტა მძიმე მოედანია და მაინც ყოჩებისთვის რომლებიც ამდენი ხანია უმაღლეს ლიგაში არიან და პირველ ლიგაში ჩავიდნენ მაინც ცოტათი უცხოხილი იყო რადგან დიდიათის ამდენი ხანი იყვნენ და უკარგეთ ყოჩები დიდიათიდან და დიდათში მაინც სხვა სტანდარტის მოედნები გვაქვს ვიდრე პირველ ლიგაში ასე რომ შეიძლება ესეც ყოფილიყო ფაქტორი 23-25 გაჭირვებით გაიმარჯვა ყოჩებმა ხოლო ფოთმა 50-57-21 მოიგო და თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა პირველ ლიგაში დღეს კი უკვე არმაზი ჭადარი და ლოკომოტივი ვეფხვები ალბათ ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ლოკომოტივი ვეფხვები იქნება არის იყო შეხვედრის გადაგორდი კაია ყოჩა ადრე არა
ცირე შესვენების შემდეგ გიბრუნდებით, სადაც ისევ 0-0 ანგარიში, მატჩის მე-14 წუთი დაიწყო და აქ ხუროშვილი, რომელიც უბურთოზე ბოჭვა. მიწაზე იყო, არ შეელინენ, მანამდე კი უბურთოზე ბოჭვა იყო, ძალიან კარგი წერტილი იმისთვის, რომ რუსთაველებმა გახსნან ანგარიში და 3-0 დაწინაურდნენ დღევანდელ მატჩში. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნარიმანიძე. კარია თუ რა? ხო, აქ თქვათ რომ იმდანაც ახლო ბრძოლას ველოდები მე პირადად ამ გუნდებს შორის, რომ თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩემი აზრით, ასე რომ სწორი გადაწყვეტილება ახლა კარში დარტყმა და მეტოქის შეცდომების შემდეგ მეტოქის დასჯა 3 ქულით, ეს კი მოძღვრიშვილი ვნახოთ ის როგორ დაარტყავს ფეხს, როგორც ხედავთ სანდრო მარგიანი დღეს მარკაფაშია, სწორედ უმეტეს თამაშს სწორედ ის ატარებს 10 ნომრის პოზიციაზე და 15-ზე მოძღვრიშვილი ყავდათ, მაგრამ აი ახლა შეცვალეს მიდგომა, ეს კი მოძღვრიშვილის პირველი გაცვლებული დარტყმა საკმაოდ კარგი პოზიციიდან. დარტყმელის უკან ჩადით რა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის არესის 10 ნომერი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი კარგი ფეხის დარტყმებით, ძლიერი ფეხის დარტყმებით, გიორგი თევდორაძე არმიაში წავიდა, ხოლო ქუთაისელი მორაგბე სანდრო ფურცხვანიძე გადმოიყვანეს ყოჩებიდან და მშვენივრად შეეწყო ფურცხვანიძე ქუთაისის არეს საწყის სამ ტურში ძალიან კარგი მატჩები ჰქონდა 10 ნომერს. ხუროშვილი ჯამბურიძეზე გაკეთებული გადაცემა და ჯამბურიძემ იარა რა მოიგო რამოდენიმე მეტრი, კარგად არის ბურთზე ჩასული ზურაოდიკაძე შესანიშნავი ბურთი ამოიღო. აი რაქის კომპონენტში უჭირს რუსთავის ხარებს, ჯერ დარტყმას აკეთებენ და შემდეგ მიდის უკვე გადაყრა, თითქოს ერთი მოქმედება არ არის, დარტყმა გადაყრა, აი ორ მოქმედებად აქვთ დაყოფილი და თუ კარგი და ძლიერი მორაგბე იმ ბურთზე ჩავიდა სანადიროდ, იქ უკვე იმ პაუზას იყენებს ზუსტად წამიერ პაუზას, რომელიც აქვთ რუსთაველებს ამ მომენტისთვის. ეს კი ელგუნჯა მარგველაშვილი, რომელიც პირველ სამ ტურში გამორჩეული იყო. თითქმის ყველა კომპონენტში. ბიჭებს უთხარი რა ყველა. როცა გადაგორება ხილობენ ბოჭავეს. გაუშვა რა, მან ჯარი მაგა პირიქით შევა ბურთი ჩამოგეცა. ნუ დაიჭერე რა. არა. რო გორდებიან გაუშვა, ნუ ჭედავენ. ხო ეს კარგ ვიცი ველოდი. საინტერესო დეტალს გაუსვა ხაზი აქ შოთა თევზაძემ რაკში, როდესაც ბოჭავი გადაგორდება ხოლმე. მეტოქე გუნდმა უნდა მისცეს საშუალება მას გადაგორების და არ უნდა დაიჭიროს. თორე შეიძლება შეატრიალოს ჯარი მას შოთა თევზაძემ, აი სწორედ ამაზე გაუმახვილა ყურადღება. მოკლედ ერეფანი, ხუთკაციანი ცხადაძე დამაჯერებლად იღებს ორი ხელით, მარგველაშვილი ძნელაძე მაჩალაძეს ძალიან ქვევით ხვდებიან. არ არის მარტივი მისი შეჩერება, სწრაფად გაიშალა კვერიკაშვილი ფეხით შეცურება უკანა ზონაში. ნახოთ. კარგია ეს ეპიზოდი, ლელოთი გვირგვინდება, შესანიშნავი თამაში არესის უკანა ხაზის მხრიდან და პირველი ლელო დღევანდელი მატჩის. საკმაოდ ბასრი გუნდია ქუთაისის არესი, მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუულიათ თავისი დადებითი მხარეების გამოყენება და ლელოს დადება ისე მარტივად გააკეთეს ყველაფერი, შეცდა იქ როკონდინონო პირველ რიგში იქ კვესელავაზე ეგონა პასი კეთდებოდა და ძალიან ახლოს მივიდა თავის თანაგუნდელთან, სადაც გარე სივრცე დატოვა მოტიტულებული, იქ უკვე ფეხი შეაცურეს, შემდეგ მეორე შეცდომა დაუშვა როკონდინონომ და საბოლოო ჯამში პირველი ლელო, რომლის გარდასახვაც არ უნდა გაუჭირდეს სანდრო ფურცხვანიძეს და ანგარიში უნდა გახდეს 7-0. თავისი ლელო კი გაიტანა ირაკლი ხაბულიანმა.
იაგო ხაბულიანმა ბოდიშით. აი აქ ნახეთ ძალიან ახლოს მივიდა ბოდიში ის იყო რატუ საინივალატი იყო და შემდეგ უკვე როკონდინონო იმის მაგივრად რომ აქტიურად დამხტარიყო ბურთზე მისცა საშუალება იაგო ხაბულიანს დაესრულებინა შეტევა ლევოთი. ისევ მოძღვრიშვილი შვენიერი დარტყმული შესანიშნავი დარტყმული იყო მოძღვრიშვილის მხრიდან და კარგად აუღეს ძალიან ალღოთ რუსთაველებმაც გელხვიძე ორმაგი ბოჭვა მოხდა გელხვიძეს ხუროშვილი ზღუდაძე გაიშალა ბურთი სვანძე გაწოლილი თამაში ხო უპირატესობა წინ ვარ მისაუბრე. ხო, იქიდან გამომდინარე რუსთაველებმა წინ თამაშით ვერ ისარგებლეს და დაკარგეს პოზიციები, არ გაუგმა შოთა თევზაძემ წინ თამაშის უპირატესობა და შერკინებით გაგრძელდება ახლა თამაში. აქ არის ნახეთ ბიჭები. მოწყობა კაი იყო, ეგრე გავაგზავნოთ რა. იქეთ ხარეს კაია. აქეთ კორპუსი მეტი სწორად შენს და შენს რა. შიგნით კორპუსი არა. აი ერთ ვიმედოვნებდი რომ უფრო სწრაფად მოეწყოს ხოლმე შერკინებები. და ტემპი არ დავარდეს თამაშის. დაჩერდა შეცვლა არის. არა, ტრავმაა. როგორც ჩანს, იაგო ხილაძე დაიმტრა მატჩის მე-20 წუთზე, მეორე ხაზელი ქუთაისური გუნდის და მის მაგივრად შემოვიდა თევზაძე, რომელიც დაიკავებს ადგილს მეორე ხაზში. ძირითადად უნივერსალები ყავთ ქუთაისელებს. როგორც მესამე ხაზს თამაშობს მათი უმრავლესობა, ასევე მეორე ხაზში საკმაოდ კარგად დგანან. ბოლომდე ეგრე უნდა. მოხრა შეკურა შერკინო აი აქ უკვე ქუთაისელებმა იმძლავრეს ძალიან კარგად შერკინებაში და გათანაბდა შერკინებაში თამაში ანგარიშიც 1-1. არ გინდა ეხლა სმეხში დაიშალა შერკინი. კარგ ტაიმინგში მიაწვა არესი, შეიძლება ოდნავ ადრეც მიაწვა სანამ ბურთი შევარდებოდა, მაგრამ აი ეს ტაიმინგი გამოიყენა ქუთაისურმა გუნდმა ძალიან კარგად იმისთვის, რომ ჯარიმა მოეპოვებინა შერკინებაში. ფურცხვანიძე კიდეზე გადადის 22-საც მიადგა არესი. აი აქ პირველი კაცია. პირველ კაცს გაუსწორდით არის. ზალთ ქიფურიშვილი ქუთაისელების კვაჭი ცხადაძეზე აგდებული ბურთი იდეალურად მოიგო ცხადაძემ და მოლის დაყენების მცდელობა მიდის წინ. კოხია. ხო, როგორც ჩანს, წესების დაცვით შევიდა კოხია. მარგოშუმა მაინც მოახერხა ბურთამდე მისვლა. 22-ში შევიდა არესი. ყველაფერი კარგად დამთავრდა არესისთვის, ბურთი ჩანდა და ქონდათ მათ უფლება გაეგრძელებინათ შეტევა. ურჯალიანმა დაარტყა. მაჩალაძე ემზადება მეორე დარტყმის განსახორციელებლად. წასწია საკმაო მანძილით ბურთი, მოკლე გადაკიდება უკანა ზონაში, გაუმართლებელი იყო ეს ქმედება. ხო, შეცდომა დაუშვა, პირდაპირ კიდეზე დაარტყა, უკან რადგან მოტიტლებული იყო რუსთაველების უკანა ხაზი, უფრო სახიფათო იქნებოდა ეს ბურთი, რო დაჩენილიყო მოედანში. თუმცა დარტყმის ადგილიდან იქნება რუსთაველების დერეფანი. მოვეწყოთ, არესი კარგად გას პირველი კაცი. როგორც ჩანს 22-ის გარეთ არის შერკინება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი დარტყმა, თუ 22-ში. კარგად განა. არ დააპატარაო დერეფანი.
მოკლედ ერეფანზე გაკეთებული აქცენტი, ხუროშვილის გუდაძეზე გააკასი და კარგია დაცვაში არის. თუმცა არ გადაგორების ჯარიმა. არა, არც ცდილობდი გადაგორდეს. ხო, ცკიფურიშვილმა გააკეთა ბოჭო და დარჩა თავის ადგილზე, არც უფიქრია გადაგორებულიყო. რაც რა თქმა უნდა ჯარიმა. დამტყმელები კიდეზე საკმაოდ კარგად გადადიან ჯერჯერობით. ორივე მხარეს გამოცდილი გეიზავია. ხო, გამოცდილება ჯეიმს ოკონერს აქვს, მაგრამ ორი იმდენად კრიტიკულ სიტუაციაში ჯარიმა ვერ გადაიტანა კიდეზე ზელანდიასთან და საბოლოოდ წააგეს კიდევაც ავსტრალიელებმა ის მატჩი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ეპიზოდში მით უმეტეს კიდეზე გადასვლა. ხო, უკლავს გუნდს მომენტუმს უკლავს, ხასიათს ყველაფერს. კიდე იგივე არ არის საკმარისი რა თქმა უნდა რაგში შესვლა იქ უნდა იყო მაქსიმალურად აქტიური და გაასუფთავო მეტოქე ეს კი ზურა ოდიკაძის მეორე მონადირებული აგრესიული პირველ რიგში ამ რაგში აგრესია აკლდა რუსთავს ხო აი ვისაც გარეშე ესე უბრალოდ მიყურებით ძალიან რთულია აი ვისაც უთამაშია რაგბი ისე რომ მეორედ აღარ მოგინდეს შიგნით შესვლა ხო ყველა მწვრთნელის საყვარელი ტექსტი იყო ალბათ ეს ისეთი ბოჭო უნდა გააკეთო რომ მეორედ აღარ წამოვიდეს და ისე უნდა გადაყარო რომ მეორედ აღარ შემოვიდეს ცხვირი აღარ ჩაყოს არავინ რაგში ხელები არ აფათუროს თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თან წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს მით უმეტეს დღევანდელ შეხვედრაში ვიდეო რეფერის ფუფუნება აქვს შოთა თევზაძეს და მაქსიმალურად მკაცრი იქნება ორივე გუნდის წინააღმდეგ. ტურბო მეტი აღარ რა. მეტი აღარ, იმასაც იგივეს მეტი აღარ რა, პატარა ბავშვები ხო არ. შენ მეტი აღარ გავიგო ეგეთ რაღაცეები რა. თუ თამაშობ, ითამაშ. თუ დასვენებ წინა მითხარ და გაკეთე. საერთოდ როგორ ჩანს ხუდაძესა და ძნელაძეს შორის იყო რაღაც ცირე ძიძგილა მოხლა და დააშოშმინა უმალვე თევზაძემ ძალიან აკურატული დერეფანი სუფთად მოგებული ბურთი ძნელაძე წავიდა მიწაზე თუმცა ხო უკვე დაიძახა თევზაძემ რომ ბოჭოა ბურთი გათავისუფლდა მარგველაშვილი აი ამ ზონას ვერ გაცდა ბოლო წუთების მანძილზე ბოლო ფაზების მანძილზე არესი წინა შემთხვევაშიც აი ამის შემდეგ აქ როდესაც გაიყინა შემდეგ გადაწყვიტა მარგველაშვილმა ფეხის დარტყმა ახლაც უკან იხევს საკუთარ 22-ს ხარები იცავს ძალიან მჭიდროდ კარგად და დავაგებულად კი კონტაქტის არეშ ჯერჯერობით ვერ იგებს ქუთაისის არეში რაც ნიშნავს იმას რომ ძალიან გაუჭირდებათ ეს მისწრებადია ეს ბურთი მიასწრო კვირიკაშვილმა და ლელო სიმართლე რო თქვა საბა გამიკვირდა ბურთის დარტყმის ტრაექტორია ისეთი ტრაექტორია იცი რა ჩვენი რაკურსიდან ასე გამოჩნდა მაგრამ ეთყობოდა რომ ასხლეტი შესაძლოა სრულიად სხვანაირი ჰქონოდა გადამოწმდება ეპიზოდი თამაშგარეზე თუმცა ამ მომენტისთვის დავით კვირიკაშვილის ლელო ითვლება ჩვენ დაიწყე საუბარი იმაზე რომ ქუთაისელები ვერ მიდიოდნენ წინ კონტაქტის არეში ვერ დაჯაბნეს მეტოქე მაგრამ სხვა გზა აირჩიეს სხვა კარიდან შევიდნენ კი შეკუმშეს დაცვის ხაზი რამაც ფრთაზე გამოაჩინა სივრცე ეს სივრცე ფურცხვანიძემ იდეალურად აითვისა გამოზომილი დარტყმით და გამართლება არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის ხმარება არ იყო აქ ფურცხვანიძემაც ისე დაარტყა რომ შემდეგ 20 წამი უხერხული ასხლეტი ჰქონოდა ხო ფაქტია რომ დაინახა უკან მოტივირებული მოშიშვლებული სივრცე არ იყო რუსთავის ხარების მორაგბე იქ იდეალურ პოზიციაზე ბურთზე რო ეთამაშა და გარისკა პატარა რისკიც იყო რა თქმა უნდა ამ დარტყმაში და რისკმა გაამართლა ანგარიში ხდება 14-0 ორივე ლელო იდეალურად შესრულებული იყო თან ძელებს შორის დაამიწეს ასე რომ გარდასახვის პრობლემა არ ქონია აი აქ საინტერესოა ამ რაკურსით ბოლომდე ეპიზოდის ხილვა ცოტა ჩამოეძინა როკონდინონოს
მეტად აქტიური უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თითქოს მისეირნებდა და არ ქონდა იმედი რომ კვერიკაშვილი დაეწეოდა. გასაგებია მისი გაბარიტები რომ გარემარბისთვის ცოტა უცხოა, მაგრამ ამ ფაქტია დააბნია. საკმაოდ საფათო მორაგბია დავით კვერიკაშვილი, სწრაფიც არის და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, ასევე კომბინაციებში, რომელიც აქვს ხოლმე არის ხშირად მონაწილეობს დავით კვირიკაშვილი არა ერთი და ორი მინახავს. ხო, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სისწრაფეც არაკლია და კონტაქტის ზონაში ყოველთვის აქვს თითქმის უპირატესობა. მისი ტრადიციული პოზიცია უფრო ცენტრი იყო, თუმცა ფრთაზეც საკმაოდ კარგად შეუულია თამაში და ჯერჯერობით მას ფრთაზე ვხედავთ. რანი ფხალაძე დაიმატა ყოჩებიდან ქუთაისურმა კლუბმა და რანიც ძალიან კარგად ჩაჯდა როგორც სანდრო ფურცხვანიძე არესის სტილში. გოგა ქადარია მიდის კომბინაციის გამოსაცხადებლად და გელა მახარაშვილი, რომელიც ყაზბეგის ღირსებას იცავდა გასულ სეზონში, სწორედ ის ააგდებს ბურთს დერეფაში. და ცხადაძემ იდეალურად ითამაშა. მეცახელი ჟოზე აქვს, როგორც იცით, მას ასე რომ გაგეპარა, ხო? სტელაძე გაშალა ხაზზე. ჩაერთო კვლავ კვერიკაშვილი წინ გასული ეპიზოდის გმირი აქაც შესანიშნავად ირჯება. რამხელა მანძილი დაფარა, ვერ აჩერებენ მას მოძღვრიშულმა. იტკინა რაღაც ამ კონტაქტში, თუმცა ჯერჯერობით მიდის კვლავ შეტევა ხაბულიანამდე ჩაიტანეს, თუმცა ხაბულიანმა ვეღარ დაიმორჩილა ბურთი. ინვარდნის უპირატესობა ქონდა წითლებს დაბრუნდა. ხოჭო ის დროს იტკინა რაღაცა. დრო. ო აქა. ატიტუდი ლაპარაკი. მცირე შესვენება. ინვარდნა თეთრებზე და შერკინება არის წითლები. არა ტრავაა, რო გაჩერებული. კოხია არის თუ არ ვწდები. კა, სულ თქვა თუა გავხსნა. შეგახსენებთ რომ ამ თამაშის დასრულების შემდეგ იქნება საკმაოდ საინტერესო მატჩი, სადაც თბილისის წიქარა დაუპირისპირდება თბილისის არმიას. წიქარას უკვე მოპოვებული აქვს თავისი გამარჯვება წლევანდელ სეზონში და არმია არის გამარჯვების გარეშე, მხოლოდ ერთი ნუგეშის ქულა აქვს, ის ქულა ლელოსთან თამაშის შემდეგ აიღეს. გააგზელებ მუხა. არმიელებმა რაც ნიშნავს იმას, რომ არმიამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან და დააღწიოს მეცხრე პოზიციას თავი. ნახოთ, რამდენად გამოუვათ თბილისელებს, როგორც ჩანს, ილურიძია, რომელსაც ტრავმა აქვს. მე ჩავთვალე რომ ვერა 12 ნომერი ო მოძღვრიშვილი, თუმცა ნაადრევი ცვლილება დაუგეგმავი. მოძღვრიშვილს ოდნავ სხვაფერი თავსახვევი უკეთია. უნდა გადავიდეს რა ის ბიჭო. ძალიან სიმძიმეთ არის. სანდრო ილურიძე, როგორც ჩანს, ალექსი ზაზაძე ნაადრევად ჩაერთო. გაჩერებულია. თამაში ილურიძე უფრო მძიმე, დამტყმელი, მკვეთი მონაგბია, ზაზაძეს ორივე შეუულია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ცუდად არის ილურიძე, ვერ ახერხებს. კაცე შემოიტანეთ რა. ხო, საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს მოენის დატოვებას, კუნთის დაზიანება აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არ არის, თორემ რუსთავის ხარებს პირველ რიგში მის ჯანმრთელობას არ უსურვებ. მე ასეთ ტრავმას სერიოზულს და მას როგორც სპორტსმენს რუსთავისთვისაც, თვითონ კლუბისთვისაც იქნება უდიდესი დანაკლისი. აკადემიას ახსნილი მორაგბია სანდრო ილურიძე, ისევე როგორც დავით მოძღვრიშვილი, სანდრო მარგიანი, გელა მახარაშვილიც თუ არ ვწდები. გოგა ქადარია ვიცი. გელა მახარაშვილზე ცოტა ჩვენ კვირიკაშვილზე ბევრი ვისაუბრეთ და თუ გახსოვს რუსთავის ხარებსაც ყავდა ქავთარაძე,
როგორ არ დიდი მახსოვს? გაბარიტების 24 ნომრიანი მაისურით თამაშობდა ხოლმე. ხო, ანუ ნომრო მაისურით, რადგან როგორც ჩანს მისი ზომის მაისური და ვერ ვნახე რა ეპიზოდში. ნიკნი ხო არ დაუზიან და სუნთქვის პრობლემა აქვსო იძახდნენ. სავარაუდოდ ნიკნი დაუზიან და ნიკნებში მოხვედრა მიცის ასეთი და ნიკნი ხშირად შემდეგ ღმერთმა დაიფაროს და არის შანსი იმისა რომ ფილტვი დააზიანოს. ეხლა ნუ წახვედი მძიმე. ჯეიმს ოკონერს მოვიდა ასე მძიმე. რამოდენიმე წლის წინ და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს თამაშიდანვე საავადმყოფოში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო მაშინ ავსტრალიელმა მგეზავმა ასე რომ რენე რენჯერმა რომ მიცხო მაშინ ხო არა მაშინ უბრალოდ გაისროლა. მაშინ ცოტა გააბრუა, მაგრამ ხო, კარგად გაისროლა ესეთი სერიოზული არ მოხდა. საკლუბო იყო ეგ მახსოვს ბლუსი ვესტენ ფორსის წინ ხო რაღაცა ეგეთი თამაში იყო სუპერ რაგბის სადაც და დარწმუნებული ხარ რომ რენჯერის გვა. კი რენჯერმა გაისრო. არა, ამ თამაშს შენ რასაც იხსენებ, მაგ თამაშს ხო, ის კი. ზევიდან დახვდა ჯეიმს ოკონერი და დავარდა სადღაც 5-დან 10 მეტრამდე. მაშინ მეტოქე აქ ილურიძე ტოვებს საკაცთ. კი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უნდა, მალე გამოჯანმრთელება, მალე დაბრუნება უსურვოთ, სანამ ილურიძეს მოედანზე დასანანი ამბავი, თუმცა ხო, ასე ტაშით აცილებენ ილურიძეს საშინაო მოედანზე შეკრებილი მაყურებლები. მას გამოჯამთელება უსურვოთ და მალე დაბრუნება მოედანზე. ჩვენ კი უნდა დაუბრუნდეთ ახალ შეხვედრას. 29 წუთი მიმდინარეობს. რუსთავის ხარები მარცხდება 2 გარდასახული ლელოთი 14-0. საინტერესო თქვას დაცვაში რუსთავის ხარები. აქცენტი მარჯვენა მხარეზე ამ გაკეთებული. ნახოთ რას მოიფიქრებს აქ არესი. სწრაფად უნდა გაიტანონ ბურთი, ასეც ხდება მარგველაშვილი. ანუ ძალიან დორეთ იყო ეს ყველაფერი გაკეთებული დაბალ ტემპში, ბურთი ჩავიდა კვირიკაშვილამდე, მოეწყო რაკი და იწყებს შეტევას ქუთაისური გუნდი. დაარტყა პიტაიავი მაიმ. შემდეგ ბურჯალიანის გავლით გავიდა ხაზზე. ძნელაძეც რომ მოძრაობები მონახა წინსვა მოახერხა მონახა სივრცე სადაც წინ წავიდოდა ფურცხვანიძე და ამ ყველაფერს აუღელებლად აკეთებს ხოლმე ზურა ძნელაძე. ხო ძალიან ესე მდორედ თითქოს ჯვარზე შესანიშნავია ფურცხვანიძე წაიკითხა დაცვის მოქმედება ამჯერადაც გააუარა გვერდი მეტოქეს და გაიტანა მორიგი ულამაზესი ლელო საკუთარი გუნდისთვის დაარბია არესმა ხარები პირველ ნახევარ საათში. შესანიშნავი თამაში სანდრო ფურცხვანიძის. მე ასეთი დაცვა ხარებისგან არ მახსენდება. ჩამოეძინათ რუსთაველებს და ისარგებლა სანდრო ფურცხვანიძემ ამ ყველაფრით. აი თითქოს ცდილობდა არესი რომ რამენაირად ხაზი გაერღვია და ძალიან მარტივად გამოვიდა. ხო, მარგველაშვილმა სწორად ითამაშა, ამოვარდნილ მცველზე მივიდა, გაიხსნა ნულოვან ზონაში იქ სივრცე და ეს სივრცეც თავის არბენზოლად სწორად შეერჩია. ხო, რუსთაველებს მართებთ მეტი კონცენტრაცია, მეტი აგრესიულობა, საშინაო თამაშობენ და სჭირდებათ რომ უფრო აქტიურები იყვნენ, რა თქმა უნდა, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. არ იყო ახლა ის შეტევა, რომლის დაცვაც არ შეეძლოთ რუსთაველებს და რაიმე ისეთი მოიგონეს ქუთაისელებმა, ასე რომ თავის თავს უნდა დააბრალონ, რა თქმა უნდა, ეს ლელო. ეხლა კი ნახოთ სანდრო ფურცხვანიძემ გაიოლა გარდასახვის დარტყმა იმდენად კარგ პოზიციაში დაამიწყა ლელო და თავადვე გარდასახვა 21-0 ამ დროისთვის ბონუს გულა აქვს ქუთაისის არის. ხო, აქ ნახეთ როგორ მისეირნებენ აქ ხუროშვილიც ძალიან ინერტული იყო, როკონდინონოც ძალიან ინერტული იყო და
რა თქმა უნდა ასე. დაცვაში ყველამ ასე თაჩრაგბი თაჩრაგბში გაგიჭირდება ასე მეტოქის შეჩერება. არსენ მაჩალაძე კი ძალიან დამაჯერებელი იყო, მოიპოვა ბურთი 22-ში. რეზი ბაკურაძე წავიდა მიწაზე. გაქია ძლიერი დარტყმული. მარკველაშვილი გადადის პირდაპირ კიდეზე. ხო, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა ქუთაისურმა კლუბმა. გამოვიდნენ 22-დან. აქის გვერდზე თუ დგახარ, ან აქის მონაწილე იყავი, ან გადი მაშინ, აი არ და 14 გააგზელებ. კარგი კომუნიკაცია აქვს შოთა თევზაძეს, არის ეპიზოდები, სადაც შეიძლება არ დააჯარიმო, მაგრამ შენიშვნა მისცე, მოუწოდო რაღაც რეკომენდაციასაც მისცე და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ასრულებს გამოცდილი არბიტრი შოთა თევზაძე. ახლა ნახოთ გელა მახარაშვილი როგორ მოაწვდის დერეფანში ბურთს, სრული დერეფანია, რომელსაც ვერ იგებს უკვე მე რამდენი დერეფანი წააგეს. რუსთაველებმა. ჩანს ამოიღო ბურთი რუსთავმა ძალიან კარგად ხურაშვილი. შანსი ახლა რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს რუსთავის ხარებმა პირველი ნახევრის რაღაც პოზიტივი მათ სჭირდებათ. აჩქარდა ჯამბური შეუდია ჯამბურიძემ გამოვარდა რაქიდან ბურთი. ცა გამოვარდა როგორც ჩანს წინ თამაშის შემდეგ. დრო დარჩა 6 წუთი დარჩა. უჭირს რუსთავს. არა და საწყისი წუთები თითქოს მათი კონტროლით წარიმართა. სანამ გაუშვებდნენ ლელოს. ლელოდან რეაბილიტირება მათ ვეღარ მოახერხეს და საკუთარი სათამაშო სქემის დაბრუნება. აი გაცუდებული ჯარიმის შემდეგ უკვე ძალიან ცუდად წავიდა რუსთაველების საქმე ეს წინ თამაში. ყურადღებით ბიჭები, დისტანცია კაია რა, შესვლა. შერკინებებს რაც შეეხება, თქვით რომ თანაბარ თამაში ველოდებოდით, ერთხელ რუსთაველებმა დააჯარიმეს, ერთხელ ქუთაისელებმა და შემდეგ უკვე ქუთაისმა თავისი დერეფნები ჯარიმების გარეშე წაიღეს. ნახოთ, აი ახლა რას მოიფიქრებენ. როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის მორკინალები. თითქოს ქუთაისელები ცდილობენ რომ ბურთი ძალიან სწრაფად არ გაიტანონ, რომ ჯარიმას გამოჰკრან ხელი, თუმცა შეიძლება მიაწვა არესი, თუმცა ორივე მხარე წამოიმართა. გადაეწყობა ახლა შერკინება. არა, აქეთ ხარეს კაიყო. ხო, მაგრამ მე მაქსიმალურად ვიწვიდო. არა, კარგად იყავი ახლა რა შენიერი. აქეთ იყო პრობლემა რა. იწოლაში მაღლა არა, დაბლა. აქ არის ქადარია და რეზი ბაკურაძე ვერ ახერხებენ ჩემგან სხვანაირად ჩანდა ხვიჩი. მოწყობას. ყურადღებით ვიწოლა რომ წავა დაბლა დარჩით ორივე რა. ყურადღებით იყავი. ორივე საკმაოდ მესამე ნომერი ყავს. როგორც გიორგი ჯამბურიძე, ასევე რეზი ბაკურაძე ძალიან მასიური პირველხაზელები არიან და მეტოქეს დიდ წნეხს ადებენ. მოხრა შეკურა შერკინე სტრაფი შერკინება კვესელავა ფეხით შეაცურა მიყვება მარჩელ მაჩალაძე კოხია და გადავიდა თამაში რაკში ხუროშვილი ფარს თუ ისე დამაჯერებლად გამოვიდა ამჯერად არესი საკუთარი 22. ხო კვესელავამ ვერ დაარტყა ფეხი კარგად და აქედან გამომდინარე კონჩეტევა რუსთაველების მხრიდან არის სივრცე არის რაოდენობა მოძრაობები ფრთაზე კარგი იყო საინივალატი რომელმაც მოიგო დაახლოებით 15 მეტრი და ისევ წინაფეხზე არიან რუსთაველების ხუთაძე ამოუვარდა ზღუდაძეს უნდა გააგრძელოს ახლა არესმა თამაში მარგველაშვილის დარტყმა ვნახოთ კიდისკენ არ წავიდა მაგრამ მაინც ძალიან კარგი დარტყმა გამოვიდა წნეხში ხარები გაიცვალა დარტყმებიდან გამარჯვებული გამოვიდა არესი რომელიც კვლავ შეტევაზეა იავი მაი
ცოტა ეგოისტურად ითამაშა ახლა პიტა იავი მაიმ. ძალიან არეული ეპიზოდი. და იავი მაიმ დაადო თავი და წავიდა პირდაპირ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ არ როცა ორი მორაგბე ჰყავდა თავისგან ხელმარცხნივ. რაგში კისრიდან გადავა. 20 ნომერი. აი ესე ხდება, როდესაც იქ რო ერთი ზუსტი პასი არ გააკეთა, ამას მოყვა უკვე არისის დაჯარიმება და მისცა შანსი რუსთავს საკმაოდ მარტივად წყნარად გამოვიდნენ თავისი 22-დან წნეხის გარეშე აქ ბუჯიაშვილი ხო პირდაპირ კისერზე მიდის ეს არ არის აცურება ხელის ან კი, ეს გავსი ათქმა უნდა, გაათამაშდა ბურთი ხულოშვილი არა ზაზაძე მივიდა ხულოშვილი უნდა ყოფილიყო წესდადარიგით პირველი იქ გადარია აუგდო და არტყმევინდა მახარაშვილს აქ სუფთად არის ბურჯალიანი ჩასული ძალიან სუფთად ორი ითამაშეს მღლეტავი უშანსოდ დარჩა ისევ რუსთავი რაკში რაკს აგებს რაკებში უჭირს ხარებს და ცოტა გადაწყვეტილებებშიც მოდი ეს ამოღება ორივეს ნახევარი ქულით ჭოხდვალოთ ოდიკაძემ უკვე ორი ბურთი ორ ნახევარი ბურთი ამოიღო რაკიდან საკმაოდ კარგ თამაშს ატარებს ხუთაისელების მესამე ხაზელი ფურცხვენზე კარში არ ტყავს როგორც ჩანს ორი და ეხა გადის კიდე რა ტანზე იყო რა კონტაქტი რა ვეგე ეგრე რაც ჩანს მაგას მეუნება არ ვიცი 60 სანტიმეტრი ხო მოიპარა ეხა თუ რამეში დაეხმარება ეგ 60 სანტიმეტრი 70 მარცხნივ კიდე სანამ თევზაძეს რუსთაველები არ თოვდნენ დაბლა მოიხარე რა ძალიან გაგიმა ოჩი წამი დაგშეს ფურცხვენზე ემზადება მორიგი ქულების მოპოვებისთვის დარტყმა, რომელიც ზუსტია ანგარიში ხდება 24-ით 0. და აქედან 14 ქულა ფურცხვენდის ანგარიშზეა. ირწმინდა ჩააგდო რუსთავის ხარებმა, ძალიან მოულოდნელად ჩემთვის პირადად პირველი ტაიმი. ნახოთ თუ გამოუვა გომეზულუსნაირი მატჩი ფურცხვენიძეს. საშამგუშინ იფრინა ქართული ის რო დაგლიჯას რო დაგლიჯა მართლაც რომ საშამ გომეზულუმ ყველაფერი გააკეთა იმ თამაში არგენტინასთან თამაშია საუბარი მარტივად გომეზულ ძალიან ახალგაზრდაა სამხრეთ აფრიკის ნაკრებში გამოსაჩენად თორემისე შემდგარი მორაგბეა პროფესიონალი ისა შარკში თამაშობს ჰოლივუდ შარკში ხო და ჰოლივუდ ბეთ შარკში ეს ყველაფერი თან მაშინ როდესაც 10 ნომრის პრობლემა იკვეთებოდა ნელ-ნელა სამხრეთ აფრიკაში პოლარი მაგრამ მაგ ყველაფერს წინასწარ კითხულობდა რასი ერასმუსი და მაგიტომ სიღრმე ბოკის არაზუსტი ფეხით თამაში ბევრი პრობლემა იყო ანდრე პოლარის არ ყოფნაში და საშა ფეიმ გომეზუ მან არის ისე რომ თუ საშას არ წავა იქ ლიბოკი ყავს და დიდი ალბათობით ლიბოქს წავა თუ ლიბოქს არ წავა იქით უკვე საშა არის ასე რომ მე ეჭვება ლიბოქს ახლა უკვე გამოუსწორდეს ფეხით ეხლა საკმაოდ კარგად შემოვიდა მარკაპიდან ლიბოკიც ლიბოკი ღია თამაში ძალიან კარგია კარში დარტყმა აქვს და ძალიან ხო როდესაც სამხრეთ აფრიკა ხარ კარში 100%-ით უნდა უტყავდე ამაზე აგებული მათი თამაში თუმცა ეს ბოლო თამაშებიდან გამომდინარე შესანიშნავად კარში ხო ის გვახსოვს სოფლიოზე მაგალითად მანილი ბოკის გადაკიდება ხო ავსტრალიასაც ასე მოუგეს ნოუ გადაკიდება აფრიკელებმა სწორედ კარში დარტყმებით თორე იქ ეს კი ჯარიმა გავერთეთ და ამასობაში შერკინებაში დაჯარიმდა არის ისტრაფად ათამაშებს კოხია წავიდა უყვარს მას აი ასე თამაში მაგრამ კარგავს გაუმართლებელი გამოვიდა ლუკა კოხიას თამაში მაჩავალძეს მიულოცეს გაუსვა და დაჯდა ბურთი
ლუცხვანიძე ამთავრებს ტაიმს. 24-0 პირველი თამაში, პირველი ტაიმი მთლიანად ქუთაისელების თუ არ ჩავთვლით სტარტს პირველ რამოდენიმე წუთს, თამაშის შემდეგ სრულად ქუთაისელების კარნახით წარიმართა და 24-0 ნელაძეს უпростоრად ნატრიაშვილს ექნება ბევრი ძალიან საფიქრალი, დარწმუნებული ვარ უკვე იცის რაც უნდა უთხრას თავის გუნდს გაზახდელში. ეს არ არის ის ანგარიში, რომელიც არ ექვემდებარება აღმოფხრას. 24-0 აი ამ ანგარიშით შევისვენოთ ჩვენც მოთამაშეებთან ერთად და წინ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო მეორე ტაიმი გველის. დროებით.
კომპეტენციის გადამაღლება და ზოგადად დაკავებაა. ვერიპოვე?
მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბრუნდებით რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში რუსთავი სადაც მზემ გამოანათა რუსთავი მასპინძლობს ქუთაისის არეს და ვნახოთ რუსთაველთათვის მოედანზეც თუ გამოანათებს მზე 24-0 მარცხდებიან პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები და ფაქტობრივად უშანსოდ დათმეს ტაიმი. არანაირი რეალური სალელო შანსი მათ არ ჰქონიათ გარდა ერთი ეპიზოდისა, სადაც კოხიამ სწრაფად გაათამაშა და შემდეგ ფაზაში უკვე დაიკარგა ბურთი. აქ რუსთაველები შეტევაზე პირველ სავე წამებზე მეორე ტაიმის საინტერესო მორაგბია ზაზაძე, რომელიც აეხლა იყო სწორედ ბურთი და კარგი თამაში გამოსდის ძალიან ზაზაძეს გელხვიძე. აქტიურად აბურთავდა რუსთავი. კარგად დაიწყეს აქტიურად, აი რაქებშიც ის რაც პრობლემა იყო, აეხლა ჯერჯერობით საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, თუმცა აქაც კარგად მივიდნენ მახარაშვილი. აუთამაშდა ბურთი ხელში შეინარჩუნა, შეუტია, გაიწმინდა რაკი. ზღუდაძე. მორიგი მიძალება. ხო, გასუფთავდა კვლავ მარგიანი. ხო, როგორც ჩანს, ცოტა მარგიანმა ათამაშა გუნდი. აი ბურთი აქ არის. არის რა. ნუ იჭერთ ამ კაცს. გაიშალა. ამჯერად უკვე მარჯვენა ფლანგზე 2-10 ნომრით თამაშობს რუსთავი. ბოლოს მოწყვრიშვილი იყო ამ პოზიციაზე. სანდრო მარგიანი კარგი პაუზა აიღო, აუგდო ზაზაძეს. რომელიც დგას ფეხზე, ძალიან ჭკვიანურად ითამაშა ახალგაზრდა მესამე ხაზელმა. მოწყვრიშვილი, ნარიმანიძე. წავიდა გამწვავებაზე კვესელო, შეაჩერა. აი, ერთადერთი არის ქუთაისის არის ბოჭები არ უფუჭდება, რაც ურთულებს ძალიან რუსთაველებს წინსვლას. თუმცა ფაზიდან ფაზამდე აქვთ კონტაქტის ზონაში უპირატესობა. რა ბურთი დაიჭირა. დაიჭირა და გადავიდა. თეთრების არის აუტი, ხო? ხო, ხელი? ჰოპ დაიძახა. ხო, მაშინ თუ დაიძახა. ხო, რა თქმა უნდა, აქ. ჰაერში ძალიან ჭკვიანურად ითამაშა რანი ფხალაძემ ყოჩებიდან გადაბარგებულმა მორაგბემ. და ხელითაც ანიშნა. ტაიმინგში იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მოწყვრიშვილი ხალაძეზე მივიდა. მარგიანს მოუწია საკუთარ თავზე ამ შეტევის აღება. ზღუდაძის გავლით გაიშალა ხაზზე. კარგად ათამაშებენ რუსთაველები, კოხია დაადო თავი და წავიდა პირდაპირ ამოუგდო ნარიმანიძეს. ნარიმანიძეც ნელაძეზე მივიდა. კონტრაკი შესრულდა. მარგველაშვილმა ამოაგდო როგორი ორთაბრძოლები გაჩაღდა. მეოთხედ მოინადირა ოდიკაძემ ბურთი. კარგია რომ ასეთი სპეციალისტი ყავთ მესამე ხაზში. სურა ოდიკაძის სახით. არის ის მორაგბეებს. ეს კი გუჯა მარგველაშვილი, რომელსაც ძალიან ძლიერი ფეხი აქვს და იყენებს კიდევაც ამ სიტუაციაში აქ ხო წინ იყო ჭკვიანურად მოიქცა ძალიან არის ის ქუთაისელი მორაგბე რომ აღარ გაყვა ბურთს. აბა ნახოთ ახლა რა გამოუვათ რუსთაველებს. გადაიყვანეს კიდეზე საბოლოოდ საინივალატი. ხო ფიზიკურად სივრცე აღარ ქონდა
საინივალატის იმისა რომ წასულიყო იქ ხაბულიანს ბოჭო მაშინ არ უნდა გაეკეთებინა. ან უნდა გადაეულო თავზე. ხონდა თავზე რაც ვერ მოახერხა ფიჯელმა გარემარბმა და პირველი კაცი არის აქ. ხო, გამოიკვეთა კონტურები რუსთაველთა თამაშის. არეულ თამაში ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს რუსთავი თავს და გვაქვს პირველი შეცვლა მეორე ნახევარში გოგა ქადარია გავა. ვანო გელაშვილი შემოვა მოედანზე მის ნაცვლად. კარგად იდგა წინა ტურში ვანო გელაშვილი. რეალურად უფრო სწორად სანდრო სვანიძის ნაცვლად რომ შემოვიდა სანდრო მარგიანი ეს იყო პირველი ცვლილება, თუმცა ეს განხორციელდა შესვენებაზე. თქვენ არავინ, წაია. მაღალი ბურთი აიწია. წინ თამაშის უპირატესობით ისარგებლებს ახლა რუსთავის ხარები. ხო, ცხადაძისგან წავიდა ბურთი წინ, კარგად მივიდა, მარტო იყო და აი აქ მიყვნენ აქტიურად რუსთაველები თანაგუნდელებს. ხუროშვილი არის ბურთი მარგიანი, სიღრმე მოწყვრიშვილი ნარიმანიძე. მშვენივრად ათამაშებენ რუსთაველი, თუმცა არ არის სივრცე არც რაოდენობაში უპირატესობა ჯერჯერობით. ცდილობენ წინა ფეხზე კონდეთ ბურთი, მაგრამ უჭირთ. ჯამბურიძემ დაარტყა კარგად ძალიან ხუროშვილმა გაშალა მარჯვენა ფლანგზე. კოხიას უყვარს საკუთარ თავზე ეპიზოდის აღება, ვეღარ ამოაგდო ბურთი. ხუროშვილი ფირაკი აქვს რუსთავს კვლავ. მარცხნივ კარგი იყო როკონდინონო. ამოაგდო გელხვიძეზე, გელხვიძის პაუზაც საკმაოდ კარგი იყო ამ სიტუაციაში. მარჯვნივ მარგიანი გაიხსნა სივრცე. ჯიაშვილი შევიდა კონტაქტში აგრძელებს წინსვლას გაიკვალა გზა დაცვის ზღუდეებში. გასუფთავდა რაკი ძალიან კარგად და სწრაფი ბურთია საჭირო აქ. ძნელაძე სავარაუდოდ ბარაცაც გამოკრავს ხელს. ნახოთ ხუროშვილი ზღუდაძე შედის ლელოს მოედანში, თუმცა ჯერჯერობით ვერ მიწდება ბურთი. მოკლეა ზღუდაძის შეტევა გელხვიძე გადახტა, გადაწვდა და დაამიცა ძალიან ჭკვიანი მორაგბეა გელხვიძე. ყოჩახ ბექა გელხვიძეს რაც ვერ მოახერხეს რუსთაველებმა მისმა თანაგუნდელებმა ჭკვიანური მოქმედების შედეგად ბექა გელხვიძეს გააქვს პირველი ლელო. არა ძალიან ცინიკური ქმედება იყო და ყვითელი. ხო, ეს მოსალოდნელი იყო. საწმა იყო ხელის დავინახე. იმანაც მითხრა უკვე რა. იმხელა გამოცდილება აქვს ურაძნელაძეს, რომ ასეთი მომენტის შეფუთვა შეეძლო როგორც ბოჭვის გაკეთების მცდელობა, თუმცა რა თქმა უნდა შოთა თევზაძესაც არ აკლია გამოცდილება და დაინახა მისი მოქმედების სულისკვეთება. ეს იყო ბურთში ხელის ჩარტყმა, გამეორება თუ გვექნება ვნახავთ რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი კადრებით სწორედ ასე ჩანდა. გარდასახვაც ზუსტია 24-7 კაცნაკული რჩება არესი 10 წუთის განმავლობაში. ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში უკვე ძალიან მიუახლოვდებიან რუსთაველები ქუთაისელებს. ნახოთ ამ 10 წუთს გამოიყენებს თუ არა რუსთავი სათავისოდ. რა არის სანდრო რა ვერ გავიგე. აი ნახოთ. უეჭველი ხელის ჩარტყმა იყო რა მაგაზეთი. ეს გელხვიძის მომენტს გვანახებენ. თან იქეთ იყო 5-0-ზე. ო იყო და მიწება როგორც ნახეთ. მიწები ყურადღები. ხარებმა პირველი შედეგიანი შეტევა აწარმოა 48 წუთზე, 47 წუთზე. მეტოქის 22-ში. ზაზაზის მიძალება კარგი იყო, მოიგო ახალგაზრდა მესამე ხაზელმა რამოდენიმე მეტრი. ახლა ხუროშვილი შეეცდება ძლიერი ფეხით გამოვიდეს. თუმცა როგორი დამაჯერებელი არის ცოტნე კვესელავა ჰაერში. ერთერთი საჰაერო დუელი ვერ მოიგეს რუსთაველებს. ჯალიანი ამოხტა. პირველ ხაზმა გაჭრა ხაზი. კონტაქტში შევიდა გაგრძელება.
ვეღარ მონახა ფეხზე მდგომმა, ამიტომ მოუწია კონტაქტის გაკეთება მარგველაშვილი. კარგი იყო მარგიანი, რომელმაც გააკეთა ბოლო ბოჭვა. თევზაძე გასუფთავდა რაკი მარგველაშვილი კარგად ტექნიკურად შეიყვანა, თუმცა შესანიშნავად ითამაშა ცქიფურიშვილმა, კოხია ძალიან ახლოს იყო ბურთის ამოღებასთან. ბურთი წაიღო რუსთავის ხარებმა. ბურთი გამოვიდა მარგიანზე და სწრაფად შეიძლება მარცხნივ გაშლა ნარიმანიძე. პირდაპირ ფრთაზე გადაცემა ამოგდება მოხერხდა მოძღვრიშვილი. ერთი ამოსუნთქვით გაიარა მოედნის საკუთარი მოედნის ნახევარი რუსთავმა. ჩაიტანეს მეორე ფლანგზე უკვე ბუჯიაშვილი. ჩაერთო როკონდინონო გაიქცა აუარა კიდევ ერთ მოჭავს გვერდი. კვლავ წინ მიიწევს რა ლამაზი არის საინივალატი. რატუ საინივალატის ინდივიდუალური გარღვევა და ლელო. შესანიშნავად ითამაშა ფიჯელმა გარემარმა, რომელმაც ირბინა ნახევარ მოედანზე მეტი და გაიტანა ძალიან ლამაზი ლელო. ყოჩახ ასევე ბუჯიაშვილს, რომელმაც პასი გადააწოდა და მიხვდა რომ დროულად უნდა მიეცა პასი, რადგან ბურჯალიანი ყავდა ვიზავით ფიჯელ გარემარს და ძალიან მარტივად დაჩაგრა. შემდეგ იქ უკვე ჯადოსნობები ჩაატარა ფიჯელმა გარემარმა. აქ ძალიან ჭკვიანური პასი გააკეთა ბუჯიაშვილმა. ბურჯალიანი დაიჩაგრა სივრცეში, ხაბულიანსაც გაუცუდა ბოჭვა, იქ შემდეგ კვესელავა მოტყუდა, მარგველაშვილიც არის დამაჯერებელი. ბურთიანის წინ იყო პირიქით, თუ ვინმეზე იყო ჯარიმა, თქვენზე იყო ბურთიანის წინ იყო, თამაშგარეში იყო შეხა. უკან ჩადით ბიჭო. ვიცი, 20 წამი დაგშადათ. დევა, ანუ მთელი შეტევის ხაზა ის საშუქთა არის, ხო? რაღაცა ბურთოზე ბოჭვაში ძახენ არის შეიძლება. ეგეთი რა მიამახსოვრე. დარტყმა უხერხული კუთხიდან, თუმცა ზუსტია 14 ქულა მოაგროვა რუსთავის ხარებმა. მე-11 წუთია სულ რაღაც მეორე ტაიმი რაც მიმდინარეობს. როგორც შენ აღნიშნე, ნატრიაშვილი გაესაუბრა თავის გუნდის წევრებს და აი, აქ რა თქმა უნდა, არანაირი პრეტენზია საჩთან არ უნდა კონდეს ძნელაძეს. და საკმაოდ ნაყოფიერი საუბარიც გამოსვლია. ყვითელს რამდენი დარჩა მარუს? 5 და 20. მთავარ წვრთნელს თავის შეგირდებთან და 10 ქულამდე მცირდება. ხო, თავისი თამაში რაც ყველაზე კარგად გამოსდის ის დაიწყო რუსთავმა. სივრცეში, სიღრმეებში, კარგად გაწმენდილი რაკით. შემოვიდა ძალიან გამოცდილი ვაჟა ხუციშვილი რუსთაველთა რიგებში. რომელმაც შეცვალა დავით ხუროშვილი, დღეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. მქონდა შეცდომები და ვნახოთ ახლა გამოცდილი ვაჟა ხუციშვილი როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ეს კი არსენ მაჩალაძე, რომელიც ტრადიციულად ძალიან დამაჯერებელია კონტაქტის არეში. ბაკურაძე რა კარგად წავიდა, გასუფთავდა აქ რაკი, ელგუჯა მარგველაშვილი. ძალიან დაატყო ხელი ყვითელმა ბარათმა არესის თამაშს. მაღალი დარტყმული ფურცხვანიძისგან. პირველი არის ფურცე როკონდინონო ამოგდება. ვაჟა ხუციშვილი სწრაფი ბურთი მარგიანზე. ძალიან ჭკვიანურად თამაშობს მარგიანი, თუმცა უმტყუნა ფეხის დარტყმა. ქარის შეიძლება და იქ მოედანშიც დაეტოვა, რადგან 3 რუსთაველი გარბოდა ბურთისკენ 50-22 მაინც არ იქნებოდა. იმიტომ რომ უკვე მეტოქის ნახევრიდან სრულდებოდა დარტყმა და სამბერი ჩემი მას ლაპარაკები, კითხვები, აპელირებები მესმის გუნდების მხრიდან. თქვენგან 3 ნომერია, თქვენგან 8 ნომერი არა. ნუ ვერ აი 13 ნომერი რა. ბიჭებს უთხარეს რა. დამშვიდნე რა, კიდე თუ გავიგეთ გავს.
შეძახეს ჩავიმართლებით მომიწევს რომ ჯარიმა დავდო რა. მესმის? საერთოდ არ ხერსას არ თუ. ეგეთ რამეს ვერ ვამჩნევ, მე არ შევიმჩნევია. ის ბაკავი ხო და თუ ვინმე რამეს დაინახავს მეტყვის არცენ რა. უთხარით რა ბიჭებს რა აღარ რა მორჩი. ეს იყო ბოლო გაფრთხილება შოთა თევზაძის მხრიდან გუნდებისთვის, რომ ზედმეტი საუბარი და აპელირება კონკრეტულ მომენტებზე აღარ ყოფილიყო, თორე მკაცრი სანქციები იქნებოდა გამოყენებული, თქვენ კადრში დაინახეთ რუსთავის ხარების მენეჯერი გია ქერაშვილი. ზალთ ქიფურიშვილი პირველ კადრზე აგდებული ბურთი კარგი იყო ძალიან ცხადაძე. ფურცხვაინძის მაღალი დარტყმული, რომელზეც დაკარგა კვავ. რა ხელიდან წაართვა ხაბულიანმა. მეტოქეს მარგველაშვილი უკიდებს და დაასწრონა რიმანიძემ ამ ბურთზე თამაში. დევარს თავად მოაქვს. გუნდის კაპიტანს ამოუხტა უკან. გადაკიდებაც არ გამოვიდა ვაჟახუციშვილი. ძალიან რისკავს რუსთავის საკუთარ 22-ში მარგიანი პირველი უნდა იყოს ამ ბურთზე, ასეც არის. რაც ნიშნავს, რომ ლელოს მოედნიდან რუსთაველები გააგრძელებენ თამაშს, ცოტა ქაოსი იყო მოედანზე, გადარჩა აქ რუსთავი რამოდენიმე სიტუაციაში და ბოლოს უკვე ხანი მოხდა სიტუაცია, თუმცა არც ეს არის მარტივი ახლა, რადგან შეტევა კვლავ არის ექნება. ხუთიანზედ გახართ. ნახოთ, რამდენად კარგად გამოვლენ ლელოდან მარგიანი დაარტყავს. ხო, ძლიერ დარტყმაზე გაკეთდა აქცენტი, რომელსაც სანდრო ელგუჯამოელაშვილი მოამზადა და არტყა, არაზუსტი გამოვიდა მისი არეკი. ახლა უკვე 22-დან განაახლებენ რუსთაველები. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ხას შეეხო როგორც ჩანს. არ არის უკან დარტყმელის ძლიერი მხარე არეკნის დარტყმა, როგორც ჩანს ქუთაისელი ჰალბეკისთვის. ვიცი რა, ვერ ვიტყოდი ასე მისი დარტყმული არეკნიც მახსოვს და კარში ჩახვეული, საკმაოდ ისეთი ეფექტური დარტყმულიც რაქიდან ამოიღეს ბურთი რუსთაველებმა. შვენიერი თამაშის გუდაძის. ცოტა შეიცვალა სიტუაცია მოედანზე, ცოტა არა, საკმაოდ შეიცვალა. რაქებში ისეთი უპირატესობა არის აღარ აქვს კვესელავა. კვესელავა, თუმცა აი ეს ამოგდება უკვე აღარ იყო კარგი. შენიანი იყო ჩავარდნი. როგორც ჩანს, ოდიკაძის პოზიცია კარგი იყო, თუმცა რადგან გავლენა მის თანაგუნდელს ჰქონდა ეპიზოდზე, ოდიკაძეც აღარ უნდა ეთამაშა ბურთზე. კვესელავას დარტყმული, რომელმაც არბენინა ძალიან ბევრი მოწყვრიშვილის თეთრები უკან. დარტყმიშვილმა ძალიან შორს გადაიტანა დარტყმის წერტილიდან ბურთი კიდეზე. ხო, სწრაფი შემოგდება აღარ მოხერხდა. ხაბულიანმა აღარ გარისკა, ეს კი ძნელაძე, რომელიც ემზადება შემოსასვლელად. მისი არ ყოფნის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულის მოპოვება მოახერხეს რუსთაველებმა. ნახოთ 10 ქულიან ჩამორჩენას როგორ აღმოფხრის რუსთავული გუნდი დარჩენილ 24 წუთში. არესი პირველ კაც გაუსწორდა. რაც შეეხება დერეფნებში უპირატესობა ქუთაისელებს ჰქონდათ. თავისი დერეფნები ძალიან კარგად წაიღეს და მეტოქის რამოდენიმე დერეფანიც მოიპარეს. ქუთაისელებმა ამოგდება კვესელავა რთულ სიტუაციაში გაუმკლავდა ალექსი ზაზაძემას. ხო, ახლოს იყვნენ ქუთაისელები ბურთის დაკარგვასთან. რამდენი კაცი ხავს ახლა რაკში? სწორედ ამიტომაც მარგველაშვილი პირდაპირ კიდეზე უმტყავს ბურთს, მათი შეტევის პოტენციალი სრულიად ნულამდე იყო დასული. ასეთი დარტყმები კი ძალიან კარგად გამოსდის და კარგად უტყავს ელგუჯა მარგველაშვილი. ეს კი კვირიკაშვილი გადის, მის მაგივად შემოდის სოლომონი რაუნგე.
რო გაჩერდა 5 ნომერი თეთრი 5 ნომერი ზღუდაძე გადის. ზღუდაძის მაგივად კი ლუკა ციკლაური. ციკლაური შემოვა მოედანზე. 17 გავიდა. გაიწო დრო. ელხვიძე მაგრად თამაშობს ძალიან დერეფანში. მესამე ხაზელი არსენალი თამაშო. მარგიანი. წინა მოუწია არესმა დაცვის ხაზი, ამიტომ გაგრძელება ვეღარ მოახერხა გადაცემით თავად შეუტია სანდრო მარგიანმა. ვაჟა ხუციშვილი მაღალი დარტყმული ახლოს რაგთან. ციკლაური აქტიურად შემოვიდა. მარგველაშვილი პიტა იავიმაი, რომელიც კარგია ძალიან ავიდა 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან. მარგველაშვილის გადაკიდება, შემდეგ ხაბულიანი, რომელიც მიყვებოდა და საბოლოო ჯამში მარგიანი დარჩა ბურთით. გარის გამარგიანმა დატოვა ბურთი მოედანში, თუმცა დაუტოვა მეტოქეს. ოდიკაძე, ზალც კიფურიშვილი. მაჩალაძე ეხმარება ოდიკაძე და საბოლოოდ შეცდომას უშვებს არესი. ვერ დაალაგა თამაში. იმიტომ ვერ დაალაგა, რომ საკმაოდ კარგ წნეხს ადებდა რუსთავის ხარები, თითოეულ რაგში კონტრაქის მცდელობები იყო, კარგად ამოუწიეს დაცვის ხაზი და დააშვებინეს კიდევაც მეტოქეს შეცდომა. ძალიან მაღალ სისწრაფეში ადიოდა კოხია. მოდით ბიჭები. ბიჭები მოდით მოიწეს. კოდრო გააჩერა აქ შოთა თევზაძე, მიქინა გამომდინარე, რომ ერთ-ერთ რუსავალს დახმარება სჭირდება. მოგითხარი არის მე, ეგრე რატომ ეღაპარაკე? მოგითხარი ვიდეო რეფერი არის, ეგრე რატომ ეღაპარაკე? თუ არის, ესე იგი მოწოდება კიდევ. ესე იგი ან არ ჩანს, ან არ თulis ეგრე. რადგან ეგეთი ლაპარაკი? ყველაფერი ეს თუ არ აქვს. კარგად ხარ? გააგზელე? წავით. 13 ნახევარია გასული. წალი გავიდეს ბიჭები. წონასწორობა მოედანზე რიცხობრივი აღდგენილია. 3 ნომერი. და ეხლა უკვე ჯერი არესია, რადგან მთლიანად მეორე ტაიმი უკულოდ არის ქუთაისური გუნდი. შემოდის მიხეილ ციკლაური რუსთაველთა. როდესაც ის მოედანზეა, სწორედ ის კაპიტნობს ხოლმე რუსთავის ხარებს, მის მაგივრად კი მოედანს ტოვებს გიორგი ჯამბურიძე. გაიწო დრო ყურადღებით. ბიჭები, რაც თქვენ შემოხვალით პირველი შერკინება, რაზეც შევხართ? დისტანცია და სტაბილურობა. ჯერჯერობით შოთა ხელაძე, ნიკა სირაძე და შაქროლ ომსიანიძე მარკაფაში რჩებიან სავარაუდოდ დაახლოებით მესამე წუთს როდესაც გადაცდება, შემდეგ დაიწყებს არესი უკვე პირველი ხაზის შეცვლებს. შერკინება. დააჯარიმა. 3 ნომერი. რუსთავის ხარებმა არესი, რაც შესაძლებლობას მისცემს მას პინძელ გუნდს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდეს ახლა ჯარიმით. კი, საკმაოდ დაიღალა. ანანგარიში ან დისტანციით. ხო, დაიღალა ქუთაისელების პირველი ხაზი დაეწყო კიდევაც მათ. დასვენებული გამოცდილი პირველი ხაზის წინააღმდეგ გაუჭირდა ძალიან დადგომა და ჯარიმა მოიპოვა მოძღვრიშვილმა, რომელსაც გადაიტანს კიდეზე. რატომაც არა, კარგად დაიწყეს მეორე ტაიმი. შვენიერი ლელოებით გაიტანეს რუსთაველებმა და აქვს შანსი იმისა, რომ ეს შეტევაც ლელოთი დაასრულონ, რომელიც თუ გარდასახეს სამქულამდე შეამცირებს ანგარიშს. ხო, ორი უპასუხო ლელო გაუტანა ხარებმა არეს მეორე ტაიმში, ანალოგიურად იყო პირველი ნახევარი, არესმა 24 უპასუხო ქულა გააკეთა პირველ ნახევარში. ახლა შანსი აქვს რუსთავის ხარებს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდეს მეტოქეს ჩამორჩენა შეამციროს. თუმცა ჯერ დერეფანში უნდა მოიგონ მათ ბურთი. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ჯარიმის ხარჯზე ჩაიქცა მოლი, მახარაშვილი ეცებს გაგრძელებას, მოწყდა თავად, დაარტყა რაქის გვერდით.
მარჯვნივ ხვციშვილი გელაშვილზე გაკეთებული გადაცემა. გადაგორდი მალე 7 გამო. გელაშვილი კონტაქტის ზონაში ძალიან კარგი. მეორე უპირატესობა. ოდიკაძე არ გადაგორდა ამ სიტუაციაში მალე და დაჯარიმდა. ქუთაისის არესის მესამე ხაზელი ორჯერ ერთ შეტევაში. ხო, იქ ახსნათ ის მომენტიც, ოდიკაძემ უკვე მოძრავი მოლი ჩააქცია, როდესაც პირველი კაცი იღებს ბურთს, სანამ მოლი ჩამოყალიბდება და დაიძვრება, მანამდე ბოჭვის გაკეთების უფლება აქვს, რა თქმა უნდა. დაიძრა და მერე ჩაა. ხო, აი ზუსტად. არ გორდები რა. აღარ აიწევს. ახლა ლუპის ქვეშ იქნება ქუთაისელი. ოდიკაძე კონკრეტულად, რომელსაც ვთქვით, რომ 4 ღლეტვა ჰქონდა უკვე შესრულებული, გაუწია წინააღმდეგობა არესმა. სუფთად არ გაატანა ბურთი. პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, მოლი ვერ დააყენა. რუსთავმა ციკლაურმა რა კარგად წაიღო თანაგუნდელების დახმარებით. შევიდნენ 5 მეტრიანში. ეს კი გახლავთ უკვე მეორე ციკლაური შეძრა და შესანიშნავი ლელო კოხია თუ არ ვწდები. გატანილი ლელოს ავტორი ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს რუსთაველებმა და გაიტანეს მესამე ლელო ანგარიში ხდება 19-24. ნახოთ იქ რამე შემოწმდება თუ არა. ლუკა კოხია ზოგადად ხომ კარგი ბურთის წამღებია საქართველოს დიდათში. საქართველოს შიდა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბურთის წამღებია, მაგრამ აი ამ ზონაში 5 მეტრიან ზონაში განსაკუთრებით საფათოა. ო ისეთი აღნაგობა აქ. რაც სწრაფი პირველი ხაზელივით არის. ეს კი მოძღვრიშვილი. ტაიმის 23. თუ გარდასახლა ხა მოძღვრიშვილმა ანგარიში როგორც გითხარით სამქულამდე მცირდება. ვის უშვებ? შემოუშ. პირველი და ორი არის. გამორბენი დაარტყმა დავით მოძღვრიშვილის. სუსტია ამჯერადაც რთული წერტილებიდანაც ძალიან კარგად ასრულებს და არტყმებს. გამოსტილი მგეზავი, ორი ცვლილება შოთა ხელაძე და ნიკა სირაძე შემოვლენ, შესაბამისად ბაქარ ბურჯალიანი და ზალაც ქიფურიშვილი დატოვებენ მოედანს. ეს კი განმეორებით ლელოს ეპიზოდი. გაუმკლავდა კოხია იქ ერთ მეტოქეს. თეუზაძე. რაღაც დაბნეულობაც იყო. თეუზაძე იყო რაგში ისევ ჩართული ნულოვან ზონას. თანაგუნდელები თვლიდნენ რომ ის იღებდა, თუმცა საბოლოოდ გამოვიდა რომ ასე ჭიდროდ დაცული აღარ იყო. ვერც მან ვერ აიღო, ვერც თანაგუნდელმა ვერ დააზღვია და ამ ყველაფრით ისარგებლა კოხიამ. ანგარიში როგორც გითხარით სამქულამდე შემცირდა. ჯერჯერობით ისევ წინ არიან ქუთაისელები, თუმცა ასე თუ გაგრძელდა არ მგონია დიდი ხანი დარჩნენ ისინი ლიდერებად დღევანდელ მატჩში. ხო, ორი სრულიად სხვადასხვაგვარი ტაიმი გვაქვს, ხო, პირველ ტაიმში თქვით ეს ვახსენეთ, რომ არესის იყო სრულად მთელი 40 წუთი. 1-2 ეპიზოდს თუ გავიხსენებთ მთელ პირველ ტაიმში, სადაც ხარებმა რაღაც მოახერხა და მიუახლოვდა მეტოქის ლელოს მოედანს, ახლა კი არესს აქვს მსგავსი ჩავარდნა და ნოკდაუნიდან ვერ გამოდის გუნდი. ცხადაძე ისევ ძალიან დამაჯერებელია დერეფანში. ბეწუზე გამოიტანა. იავი მაიზე შესანიშნავი გადაცემა ფურცხვანიძის ამოგდება, გრძელდება, შეტევა ცოცხალია კლაუს ანდრო ფურცხვანიძე ფეხით სივრცე დაინახა თავისუფალი გაატარა იმ კორიდორში ბურთი, თუმცა ბურთი ჩაუვარდა როკონდინონოს, რომელმაც დაიწყო თავისი გუნდის შეტევა. ვაჟა ხუციშვილი ხელაძემ დაიჭირა. მოძღვრიშვილი ბურთზე ნარიმანიძეზე გავიდა, ნარიმანიძემ თავის თავზე აიღო. ამოგდებაც მოახერხა მახარაშვილი.
ისევ კარგად დაიცვა რაკი რუსთავმა ციკლაური, რომელიც გააფრთხილა და დაისაჯნენ ჯარიმით. ქუთაისელები ბევრჯერ გააფრთხილა თევზაძემ ამაზე. კი, თევზაძის ბრალეულობა არ ვიცი რამდენად არის. ქუთაისელებმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალონ, მეორე ტაიმში გამოვიდნენ და ძალიან ინერტულები არიან. თითქოს ჩათვალეს, რომ პირველ ტაიმში მათ თავისი საქმე გააკეთეს და მეორე ტაიმსაც ინერციით მიიყვანდნენ, თუმცა ასე რუსთაველები არ ფიქრობენ ნამდვილად. Rogacherda. გუნდება პიტაიავი მაიც თავის ადგილას. შაქრო ლომსიანძე, ლუკა ფილიაშვილი. ცუდი დერეფანი რუსთავისგან, შემდეგ არეული თამაში ფეხით. ეს კარგი დარტყმა გამოუვიდათ. დარტყმა კი რაუნგემ შეასრულა. 27-ია გასული. აშკარა არის. პირველი კაცია აქ არის. კარგია გელხვიძე ძალიან ხუციშვილი მარგიანზე, რომელიც ძალიან ძლიერი დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე, თუმცა კვესელავა ასევე კარგი იყო დარტყმაზე, რა გითხრათ, უკეთესათაც შეიძლებოდა მოძღვრიშვილი ეს ჯარიმა რა თქმა უნდა და გაიწევს კიდევაც ეს მომენტი ჩემი აზრით ბარაძე უნდა გადამოწმდეს. არ ქონდა რეალური პოზიცია და მცდელობა. საინტერესოა ჩაეძიება თუ არა ამ სიტუაციას შოთა თევზაძე. გავეცი უკვე მაგაზე პასუხი გავეცი უკვე კაპიტანს კითხე და გეტყვი. Rogacherda. ლუკა ფილიშვილი შემოდის მოედანზე. ანუ იმან აჯობა პოზიცია და იმას რეალური პოზიცია არ ქონდა რა ჩემგანაც თითქოს ეგრე ჩანდა. და შეა. ხო, ნუ დაცემის წერტილი არ იყო საშიში, მაგრამ ეს კი გოგუაძე, რომელიც შემოვა ახლა მოედანზე, იგი შეცვლის გელა მახარაშვილს. 11 დარჩა. კარგი დარტყმული ძალიან ელგუჯა მარგველაშვილის და 10 მეტრიან წვეტილ ხასა და 22 მეტრიან შორის შევიდნენ ახლა ქუთაისის არესის მორაგბეები, შოთა ხელაძე იქნება ბურთით. არსენ მაჩალაძე გამოდის მოედნიდან. გაუსწორდეს ბიჭები, ნახეთ პირველი კაცი კარგად გას რუსთავი. შოთა ხელაძე ბურთით. კი მახსოვრებათ 20 წლამდე ნაკრებიდან გაიშალა ბურთი ხაზზე. მოძრაობა და შემდეგ კონტაქტი. ფილიშვილი და კოხია შესანიშნავად ჩავიდა ბურთზე, რა თქმა უნდა ამოიღო აქ რუსთაველმა მესამე ხაზელმა. ეს თითქოს წინასწარ ჰქონდა უკვე ასე მომზადებული კოხიას და ამბოჭავსაც. რა თქმა უნდა. განმეორებით. გელხვიძეც რა სწრაფად გაეცავა. არ ვიცი. სინქრონ შეიმუშავეს მესამე ხაზელებმა.
ამ ყველაფერმა მისცა შანსი დავით მოძღვრიშვილს მეტრები მოიგო წითელი 3 ნომერი. თავის ხარებისთვის. გაჩერდა დრო. რასაც აკეთებს კიდეზე გადასვლა. გაჩერებულია დრო. რეზი ბაკურაძე გავა არესის რიგებს დაატოვებს, შაქროლომსიანიძე შემოვა მის ნაცვლად. აი წინა ეპიზოდში ხელი იყო სახეში და სწორედ ამიტომ არ დადო შოთა თევზაძემ ჯარიმა. იქ აი დაყვი, როდესაც ხელს მოაშორები და იდაყვის და არ ტყავ, აი ამაზე რა თქმა უნდა იდება ჯარიმა. თუმცა ესეც არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა. აი შავა ხაზზე ბურთი ამოგდება მოძღვრიშვილიც, მოძრაობები. კარგად გადაავსო ძალიან ფურცხვანიძემ. დააზღვია თანაგუნდელები, ოდიკაძე სწრაფად ამოვიდა. მაგრად ითამაშა ოდიკაძემ, აქ ჩაუშალა რუსთაველებს ძალიან სწრაფი შეტევა და გელხვიძე კარგად ნადირობს ბურთზე. ხო, როგორც ჩანს, მაინც დარჩათ ბურთი ქუთაისათვის. ხო, აი ელგუჯა მარგველაშვილიც აღარ არის მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან დაეცა მისი თამაშის ხარისხი მეორე ტაიმის მეორე ნახევარში განსაკუთრებით. ალბათ კარგი იქნება. თუმცა საინტერესოა აქვს თუ ყავს თუ არა 9 ნომრის შეცვლა. სავარაუდოდ ნიკა კილაძე უნდა იყოს. რომელზეც ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. ახალი სახეა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. შეცვლა ხო არ გინდა? შეცვლა გინდა. მაშინ ადექი და ითამაში. 10 მეტრი ჩადით, 9-ზე თამაში იყო რაქის მონაწილე. მოემზადეთ ბიჭები, დრო უნდა ჩავსო რა. ძალიან დაიძაბა, როგორც ვივარაუდეთ თამაშის დაწყებამდე, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. დაახლოებით 8 წუთი რჩება თამაშის დასრულებამდე და სხვაობა ანგარიში მხოლოდ 3 ქულა აქვს ქუთაისელების სასარგებლოდ. დიდი შენ იყავი რა, შენზე იყო ჯარი. აი. 6. 10 მეტრი ყურადღებ. შოთა ხელაძე ბურთთან. ისევ იგებს ცხადაძე ბურთს დერეფანში, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, ძალიან კარგად ასრულებს. ახალგაზრდა მეორე ხაზელი, თუმცა აქ რა ხდება, ბურთი ჩანს. ხელაძეს აქვს ჩანს ბურთი ჩანს. მარგველაშვილი თვალებში უყურებდა კიდის ფსაჯს. ხელაძე ბურთი როდესაც გამოწია. მარგველაშვილი ამძიმებს თამაშს, მორკინალებს დაარტყმება. აი ახლა გავიდა ხაზზე, გაიშალა ფურცხვანიძე, ამოგდება ფეხით თამაში რანი ხალაძის კიდეზე გადადის ბურთი. ანუ შეეძლო შეინარჩუნებინა, რა თქმა უნდა, ფხალაძეს ბურთი, მაგრამ არც ეს იქნება ცუდი. რუსთაველები ახლა წნეხში იქნებიან, პირველი ის რომ უნდა მოიგონ დერეფანი სუფთად და შემდეგ კარგი გამოსვლა უნდა კონდეთ თავისი 22-დან. შეიძლება ხელითაც წამოიღონ შევხედოთ. აი აქ პირველი კაცი. ყოველთვის მეგობრებო. სიგად სუფთად. გელხვიძე ორი ხელით იგებს ბურთს. ხუციშვილი კოხია კარგია ძალიან. არა, დახა. არა, მიდი 9. მარგიანი დაუფარეს მარგიანს და კიდევ ერთი შეცდომა. საინტერესო მომენტები ძალიან აქ რა მოხდა შევხედოთ. რო გაჩერდა. მოусმინოთ შოთა თევზაძეს. ნახავ აბა რა. აბა რა ვაკეთებ. აი ჩემგან რა ჩანდა. დაფარების მერე თამაშგარეთში 16 ნომერი არ ყოფილა. 17 ნომერი. პირველ შემთხვევაში ორი კაცი რომ იწევდა დამიწება ვერ დავინახე.
და მერე დავინახეთ 13 ნომრისგან დამიწება აქტის. ანუ მოედნის გადაწყვეტილება ლელოა, ხო? აი გევა. ხო. მოვიდე თუ მეტყვი. სანამ მიდის შოთა თევზაძე ვთქვათ რომ შოთა თევზაძის მსჯელობაში ყველაფერი ნათელი იყო, ხო? მოედნის გადაწყვეტილება არის ლელო, იმიტომ რომ მან ასე დაინახა, ახლა უნდა ვნახოთ საპირისპირო სუფთად და აშკარად, რომ არ ჩაითვალოს ლელო. თუ ეს ყველაფერი ვერ ვნახეთ, მაშინ ლელო. აი მან თავიდანვე მანახე რა გელა რა თუ შეიძლება. აი კი ბატონო, აქ არავის არ დაუგებია. გელხვიძე მიარტყა ფეხი, შემდეგ აი ეს 13 ნომერი ხედავ რომ ბურთს ეხება და ძალიან შენელებული გინდა. სხვა კადრი გვაქვს? არ შეხება არის, თუმცა რამდენად არის დამიწება. ხო, და ართული მომენტია. აი კი ბატონო. მანამდე დანარჩენი რომ ნახოთ იქ დამხარებელი თამაშგარეში ხო არის ყოჩ მანახოთ. უკან. კიდე. აი უკან ბურთის გატანის მომენტი. აი ეს ეპიზოდი გადაწყვეტს თამაშის ბეйтს დიდი ალბათობით. ხო, არავინ თამაშგარეში არ არის. ანუ ჩათვლის მოედნიდან არ ეკნით გამოსვლა. არც ისე არა. ზეო არ არის ბიჭო. მოусმინოთ ახლა შოთა. მოედნიდან გამოვლენ არ ეკნით. არის. ბურთს გაილება შეეხე, მაგრამ არ დაგინიწები. არ ეკნით გამოხვალ ჩათვლის მოედნიდან. აი რთული ეპიზოდი იყო ჩემთვისაც რა, ანუ აი მე როგორც ვიცი დამიწებისას მარტო შეხება არა, როგორც შოთა თევზაძე, ცოტა ძალით უნდა იყოს პრესი და პრესი, ხო და აქ აი თითქოს ეხება და აი რაღაცა დამაჯერებელი ეპიზოდი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ იყო. იავი მაი ორ მორაგბეში შევიდა, ბურთის ამოღება ვერ შეძლო კოხიამ ამ შემთხვევაში. შოთა ხელაძე. კარგად წავიდა ახალგაზრდა კვაჭი, ისევ მარგველაშვილი, შაქროლომსიანიძე, რომელიც ახლახან შემოვიდა, ფილიშვილი შენარჩუნებაზე წავიდა. ერთი ერთზე გაუკლავდა და მაინც გადის ლელო. გადის ლელო, რომელსაც გაიტანს სოლომონი რაუნგე, მისი პირველი ლელო კროკობეთ დიდიათის გათამაშებაში, არესის მაისურით. ძალიან კარგი დაგვირგვინება ახალგაზრდა მორაგბის, ვნახოთ გარდასახვა როგორი იქნება ამ ლელოთი, მე მგონი რომ გადაწყდა, ხო, თამაშის ბედი. სავარაუდოდ ორი შედეგიანი შეტევა სჭირდება მინიმუმ. ხარებს თქვით რომ ველოდით საინტერესო მეორე ნახევარს, ასეც გამოვიდა დაძაბული, თუმცა ჯერ წინ გვაქვს კიდევ დაახლოებით 3-4 წუთი სათამაშო. აჰა. ფიცუთია თამაში. 20 წამი დაშასან 20 წამი. ხო ძალიან რაღაცა ბუჭებს ვერ აკეთებენ ფიჯელები. დღეს რამდენი ბოჭო გაუფუჭდათ ორივეს ჯამში, როგორც მაიკელი როკონდინონოს, ასევე რატუ საინივალატის ჯერ არასწორი მხრით შევიდა ბოჭვაში. მარცხნივ მოდიოდა, მარჯვენა მხრით გააკეთა ბოჭვა. შემდეგ ძალიან თავისუფლად მისცა, თითქოს მარტივად უნდა შეებოჭა, მაგრამ გაფუჭდა გარდასახვა ფურცხვაინძემ აცილა. თუმცა 21-29 მაინც გარკვეული კომფორტი აქვს ქუთაისის არის ამ ანგარიშზე. დავით მოძღვრიშვილი, ძლიერი დარტყმული, რომელიც არ არის მისწრებადი, მაგრამ წნეხში აგდებს ქუთაისის არის. თევზაძე მითამაშა მიღებაზე. ამასავე ცოტნე ჭანტურია შემოსულა მოედანზე. რაკია 22-ში ვარ. ადრე არათეთრი. ყველა ცვლილება გამოყენებული აქვს
რუსთავის ხარებს, ეს კი ელგუჯა მარგველაშვილი, რომელიც გადის 22-დან. კაია, ულგო. საჰაერო ორთაბრძოლა შესანიშნავია. დაკნევა, გააჭრა ხაზი კილაძე წამოეწია. საინივალატი გადადენა კიდეზე. ნიკა კილაძე სოლო როგორი გარღვევა და კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხო, ჯერ მოგებული ბურთი ჰაერში და შემდეგ უკვე იმ ბურთის წამოღება ახალგაზრდა მორაგბემ გააკეთა საკმაოდ კარგი საქმე თავისი გუნდისთვის. 5 მეტრიანამდე ირბინა და აქ ხა 5 მეტრიანიდან ამხელას იახდა კილაძე, ყოჩა კარგი დაქნევა, შემდეგ სწრაფად გაიქცა, თუმცა მაინც დაეწია რატო საინივალატი. 13 ნომერი. და ერთი ცვლილება ამირან მაჩიტიძე სავარაუდოდ სწორედ ის შემოვა რანი ფხალაძის მაგივრად. მადლობა. ჩაიქო დრო. თამაში. ცუდი დერეფანი, საჩუქარი შოთა ხელაძეს. საჩუქარი კი სწორი სიტყვა იყო. მიართვეს ლანგრით საჩუქარი რუსთაველებმა და შემდეგ ჩამოდგნენ და უყურებდნენ. როგორ შედიოდა შოთა ხელაძე მათ ლელოს მოედანში, ამით კი ყველაფერი დამთავრდა. ქალბატონებო და ბატონებო. გათამაშება იქნება რა. ხო, უკვე ბოლო წუთია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდასახვის დასარტყმელად დამტყმელს აქვს მხოლოდ 1 წუთი. 1 წუთის გასვლის შემდეგ მაინც რჩება სათამაშო დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც არ უნდა გამოიყენოს ეს დრო. ფურცხვანიძე მაინც დაარტყავს რუსთავის ხარები საწყის. დაარტყმული არაზუსტი ანგარიში ხდება 21-34 და იმ შემთხვევაში თუ რუსთავის ხარები გაიტანს ლელოს, ნუგეშის კულასაც აიღებს. მაგრამ თუ არესმა გაიტანა, არესი აიღებს ბონუს კულას. რადგან ლელოების რაოდენობა 4-3-ზეა, 5-3-ზეა ახლა. შეცდომა მარგველაშვილი დაახტა ბურთს. გამოვარდა რაკიდან ხელაძე. გადავარდი მალე. აი ბურთი. გაიშალა ხელით მიდის. ქუთაისის სარესი შეტევაზე კვესელავას ამოუგდეს, კვესელავას უყვარს გამწოვება. ძისხარ დაუშვი. დაიავი მაი. უკანიკო თამაში. მანას დაკარგა ბურთი. აი, მოთხოვნილება აქვთ ფიჯელ მორაგბეებს, რომ კარგად და სწრაფად გააგრძელონ ხოლმე შეტევა, ასე რომ სუელოდებიან მიმყოლს. გაიჭრა ხაზი, ამოგდება ვეღარ მოახერხა. თამაში. და ხშირ შემთხვევაში ასეთ სიტუაციებში ბურთს მეტოქეს აძლევენ, რადგან მიმყოლი არ ჩანს ახლოს. ხუციშვილი აქვს რუსთავის ხარებს 1 ქულის მოპოვების შანსი, ნახოთ რამდენად პროდუქტიული იქნება მათი შეტევა. ნარიმანიძე კილაძე მოიშორა. არაფერი. ციკლაური კარგი შეტრიალებული გადაცემა. ზაზაძე არის მეტობა. ჩაიტანეს ბოლოში. დაუბრუნა ხურდა როკონდინონომ ეს ბურთი საიდან გაჩნდა? სოლომონი რაუნდეს. შენ დააგდე? ხატო დააგდე. ხო, ეხლა თუ გაიტანა გარდასახვა, ნუგეშის კულას იღებს რუსთავის ხარები. დრო აღარა. ყველაფერი დამოკიდებულია მოძღვრიშვილზე. მეტყვი სურამე იყო თუ ჩანდა. ველა რამე იყო სოფაკი უკან გადადიან. ხარებს 9 ქულა აქვთ, გარდასახვის გატანის შემთხვევაში 10 ქულას მოაგროვებენ და დარჩებიან მეხუთე პოზიციაზე, ხოლო ქუთაისის ხარები დაამატებს 13 ქულას 4 ქულას, მოუგროვდება 17 ქულა და მეორე ადგილზე გადავლენ ქუთაისის აიას.
მაგივრად, ხოლო ბათუმის ბათუმთან ჯერჯერობით ერთი ქულიანი სხვაობა დარჩება. ეს კი ზუსტია, როგორც გითხარით, რუსთავი იღებს ნუგეშის ქულას, ხოლო ქუთაისის არესი 4 ქულას, საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ორი განსხვავებული ტაიმი ნახეთ, პირველი ტაიმი მთლიანად ქუთაისელების უპირატესობით წარიმართა, ხოლო მეორე ტაიმის 75 წუთი მთლიანად რუსთაველების უპირატესობით წარიმართა, ხოლო აი ბოლოში მაინც შეძლო ორი ლელოს დადება ქუთაისურმა არესმა, რამაც გამარჯვება. აღარ იყო თითქოს საწვავი ხარებს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად. 21 უპასუხო ქულა გაუტანეს იქამდე სანამ შეცნობის დაშვებას დაიწყებდნენ და არესმა მაინც თავისი ჯიუტი და უტეხი ხასიათით მოახერხა დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება 34-21 ჩვენ სულ რამდენიმე წუთით შევისვენებ და დაგიბრუნდებით უკვე წიქარასა და არმიას დაპირისპირებით. დროებით.